მოგესალმებით, თქვენ უყურებთ რეგიონის დღის მთავარ ამბებს. 26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა. დღეს მთელი დღის განმავლობაში ახალციხეში ღონისძიებები ტარდება. გამოფინეს სამხედრო ჯავშან ტექნიკაც. ღონისძიება რაბათის ციხის ტერიტორიაზე იმართებოდა და როგორც მერიაში გვეუბნებიან, ორგანიზატორი ინფრასტრუქტურის სამინისტროა. რაბათის ტერიტორიაზე იმყოფებოდა ახალციხის მერი ვარლამ ციკლაური. ჩვენ მას ვკითხეთ, თუ რა უნდა იცოდეს მომავალმა თაობამ 26 მაისის შესახებ. მან გვითხრა, რომ დამოუკიდებლობის მოპოვება არ იყო მარტივი და ამისათვის ჩვენმა წინაპრებმა ბევრი იბრძოლეს. დამოუკიდებლობის მოპოვება არ იყო მარტივი. ამისათვის ბევრი იბრძოლეს ჩვენმა წინაპრებმა და აუცილებლად მომავალ თაობებს უნდა გადავცეთ მათ მიერ გაწეული ღვაწლი. ის იყო ღვაწლი და ყველა თაობამ უნდა იცოდეს დღევანდელი დღის მნიშვნელობა. 108 წლის წინ 1918 წლის 26 მაისს თბილისში საქართველოს ეროვნულმა საბჭომ დამოუკიდებლობის აქტი ერთხმად დაამტკიცა და ნოე ჟორდანიამ ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოაცხადა. პირველმა რესპუბლიკამ არსებობა 1921 წელს საბჭოთა რუსეთის ოკუპაციის შემდეგ შეწყვიტა, თუმცა საქართველოს დამოუკიდებლობა 1991 წლის 9 aprils კვლავ აღიდგინა. საქართველოს რუსეთის იმპერიის ტყვეობაში 117 წელი დაჰყო. თარიღის ისტორიულ მნიშვნელობაზე ისტორიკოსი ცირა მესხიშვილი გვესაუბრება. 26 მაისი იყო, როცა საქართველოს მაშინდელმა წარმომადგენლებმა ურბანემ დიდი ზეიმით გამოაცხადა საქართველოს დამოუკიდებლობა, მიღებული იქნა ახალი კონსტიტუცია, შემდგომ და ასე შემდეგ. ალბათ საქართველოს ეს ისტორია ასე რომ გაგრძელებული იყო, ჩვენ ვიქნებოდით დემოკრატიული ქვეყნების ოცეულში მაინც, რომ ეს საბჭოთა ესეთი ჭირი, რო იტყვიან, საქართველოს არ ჩაითრია აი ამ საბჭოთა კავშირში. ძალიან დიდი მოვლენა არის ჩვენთვის, მაგრამ მაინც გულსასაწყვეტია ის, რომ აღნიშნავთ დამოუკიდებლობის დღეს, როდესაც ავტობანიდან 30 კილომეტრში ოკუპანტის ჯარი გიდგას და მე ძალიან ვისურვებდი, რომ რამდენიმე ცოტა ხანში ეს პრობლემაც არ ქონოდა ჩვენ ქვეყანას, იმიტომ რომ ყველაზე მძიმე დღეს ქართველი ხალხისთვის და არა მარტო ხომ ჩვენ მეზობლებსაც აქვთ პრობლემა, სადაც ასევე დგას ოკუპანტის ჯარები, მაგრამ ჩვენ მაინც ვთილობთ, რომ ახალგაზრდობას გავახსენოთ, რამდენად მნიშვნელოვანია 26 მაისი. რამდენად მნიშვნელოვანია 9 აპრილის. მე ვფიქრობ, რომ 9 აპრილიც როგორც გლოვის დღე კი არ უნდა აღვნიშნოთ, არამედ ამ დღესაც იქნა გამოცხადებული დამოუკიდებლობა. ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ და რა თქმა უნდა, მთელი ჩვენი ისტორია 21 საუკუნე ვიბრძვით დამოუკიდებლობისთვის, მაგრამ მე მინდა რომ ახალგაზრდებმა დაიმახსოვრონ, რომ პრეცედენტი, რომ ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ და დამოუკიდებლები ვერასოდეს ვერ ვიქნებით, ჩვენი მამები და პაპები რო ეუბნებიან ახალგაზრდებს, ეს არ გაიმეორენ, იმიტომ რომ ევროპაში და მსოფლიოში არიან პატარა ქვეყნები, დამოუკიდებლების რომ არიან, ღირსეულებიც რომ არიან და დემოკრატიასაც რო აშენებენ. მე ვისურვებდი, რომ ჭეშმარიტი რეალური დამოუკიდებლები ყოფილიყავით, იმიტომ რომ როდესაც ეს შენი ჩრდილოელი მეზობელი აგერ კეფაში სუნთქავს შენს უკან რაღაცა რამდენიმე კილომეტრში და ყოველ წუთში შეუძლია რაღაც პროვოკაცია მოგიწყოს და რაღაცა, იმიტომ რომ მას არაფრის არ ეშინია, ხო არის ქვეყნების არანაირი დიპლომატია, არანაირი პოლიტიკური პერიპეტიები მათზე არ მოქმედებს, მაგ შემთხვევაში რა თქმა უნდა ორჯერ უფრო მეტად უნდა დავაბასოთ თავისუფლება. თავისუფლება არის შინაგანი და მე რო თავისუფალი ვარ, ჩემი მეზობელიც უნდა იყოს თავისუფალი. მე რო თავისუფალი ვარ, ჩემი ნათესავიც უნდა იყოს, ბავშვიც უნდა იყოს, ის ბავშვი წამალს თავისუფლად უნდა ყიდულობდეს და გარეთ დგომა არ უნდა ჭირდებოდეს. მე ასე მესმის თავისუფლება. საქართველოში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი ბოლო 10 წელიწადში მნიშვნელოვნად შემცირდა. საკითხზე ჩვენი პარტნიორი მედია აგროგარემო TV მუშაობდა, გთავაზობთ სიუჟეტს. მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის რაოდენობა საქართველოში ბოლო 10 წლის მინიმუმამდე შემცირდა. 2026 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით ქვეყანაში 801,000 სული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი ბინადრობს, რაც წლიურად 7%-იანი კლება გახლავთ. 5,1%-ით გახლავთ შემცირებული ფურისა და ფურკამეჩის სულადობა.
სექტორის წარმომადგენლები შემცირების მთავარ მიზეზებად სახელმწიფო ხელშემწყობი პროგრამების არარსებობას და ცოცხალი პირუტყვის ექსპორტის ზრდას ასახელებენ. მათი თქმით, ქვეყნიდან გადის მცირე ასაკის დაახლოებით თვენახევრის სასუქი საქონელი. ექსპორტი ძირითადად აზერბაიჯანში ხორციელდება. ფაქტობრივად ეს ის საქონელია, რომლის ხორცი ადგილზე ხორცის წარმოებისთვის უნდა დარჩენილიყო. ფერმერული მეურნეობის შემცირებასთან ერთად იკლებს კვლავ-წარმოებაც. ბევრი ფერმერი მესაქონლეობას საერთოდ ტოვებს, რაც საბოლოოდ ხორცის ფასზე აისახება. ამ ეტაპისთვის მოთხოვნა გაზრდილია ბაზარზე და ფასებიც მატულობს. დარგის წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ შესაბამისი მხარდაჭერის პირობებში სექტორს აღდგენის და გაჯანსაღების პოტენციალი ჯერ კიდევ აქვს. რაც შეეხება მეღორეობას. საქსტატის მონაცემებით ქვეყანაში ამ დროისთვის 152,000-ზე მეტი ღორი ბინადრობს. წლიურად ზრდა მხოლოდ 0,2%-ია. სხვათა შორის, კახეთსა და რაჭაში მეღორე ფერმერებს ჩვენ გავესაუბრეთ და ისინი თავს ყველაზე დაჩაგრულად მიიჩნევენ აგროსექტორში. ამბობენ, რომ სახელმწიფოს მათთვის სპეციალიზებული მხარდამჭერი პროგრამები არ აქვს. არც ბანკები იძლევიან სესხებს და მეღორე ფერმერებს ფულად რესურსებთან წვდომა მუდმივად შეზღუდული აქვთ. უმწვავეს პრობლემად ამ სექტორში სახელდება ისიც, რომ სახელმწიფო ღორის დაავადებებს, როგორც ისინი ამბობენ, სათანადოდ ვერ მართავს. პრობლემაა ვაქცინაციაც, რის გამოც ღორის ჭირი, ასევე სხვა დაავადებები ცხოველებს მასიურად ხოცავს, რაც ფერმერისთვის ფინანსურად გამანადგურებელია. აი მეფრინველეობის მიმართულებით მდგომარეობა განსხვავებულია. ფრინველთა სულადობა 9% არის შემცირებული ქვეყანაში და 8,5 მილიონ ფრთას უტოლდება. თუმცა აგრარული პროდუქტების წარმოების სტატისტიკა ზრდას აჩვენებს. 2026 წლის პირველ კვარტალში საქართველოში 179 მილიონი კვერცხი იწარმოა, რაც ბოლო 10 წლის მაქსიმალური მაჩვენებელი გახლავთ, წლიური ზრდა 4,1%-ია. მეფრინველთა ასოციაციაში აცხადებენ, რომ თუ ადგილობრივ ბაზარზე სამართლიანი ფასები შენარჩუნდება, ინდუსტრიის განვითარების დამატებითი რესურსი აქვს. ანუ აქაც ეს სექტორიც სახელმწიფოს მხარდაჭერას ითხოვს, უფრო მეტ ყურადღებას ითხოვს სახელმწიფოსგან. ახლა რაც შეეხება რძეს, რძის წარმოება წლიურად 1,2%-ით არის შემცირებული და პირველ კვარტალში 107 მილიონ litrს უტოლდება. რძის პროდუქტების ასოციაციაში აცხადებენ, რომ ქვეყანაში რძის პროდუქტების მწვავე დეფიციტია, რომლის დასაძლევად აუცილებელია მაღალპროდუქტიული ცხოველების შემოყვანა ქვეყანაში და სექტორის წარმომადგენლების შეფასებით ამ პროცესში ფერმერებს ისევ და ისევ სახელმწიფოს მხარდაჭერა სჭირდებათ. რაც შეეხება ზოგად პრობლემებს, რომლებიც ამ სექტორის განვითარებას ამხრუჭებს, აგროსექტორის წარმომადგენლები სოფლის მეურნეობის ერთ-ერთ ყველაზე მწვავე პრობლემად დღესდღეობით ასახელებენ განათლების დაბალ დონეს, კვალიფიციური კადრების დეფიციტს და ფინანსებზე შეზღუდულ ხელმისაწვდომობას. აი ეს არის ის ძირითადი გამოწვევები, რომელსაც მათი თქმით უნდა მოერგოს აგრარული პოლიტიკა ქვეყანაში. ეს არის ის გამოწვევები, რომლის დაძლევაში სექტორს უნდა დაეხმაროს სწორად გაწერილი აგრარული პოლიტიკა, რომელიც შემდეგ უკვე აგრარულ ეკონომიკაში დადებითად ციფრებზე აისახება. ციფრებზეც და ფერმერების შემოსავლებზეც. მაგრამ როგორც სექტორის წარმომადგენლები გვეუბნებიან, ეს პოლიტიკა ჯერჯერობით არ ჩანს. ახლა კი გთავაზობთ დაპირებულ სიუჟეტს წალკიდან, სადაც გაძვირებული ფასების ფონზე საგაზაფხულო სამუშაოები მიმდინარეობს. საკითხზე მუშაობდა ჩვენი კოლეგა წალკაში ლამუნა ირემაშვილი. წალკაში საგაზაფხულო სამუშაოები მიმდინარეობს. მოსახლეობას მიწის დამუშავება გაზრდილი ტარიფებით უწევს. გასულ სეზონთან შედარებით გაზრდილია საწვავის ფასები. ასევე სათესლე მასალა. ამას ემატება გასულ სეზონზე მოწეული მოსავლის რეალიზაციის სირთულე. გლეხების ნაწილი ამბობს, რომ გაძვირებული ტარიფების გამო თესავენ მხოლოდ ოჯახისთვის, სარეალიზაციოდ კი აღარ. გაძვირებული ასევე პესტიციდები და მოსავლის მოვლის სხვა საშუალებები, ხარისხიანი მოსავლისთვის. მერი დიმიტრაძე ეკომიგრანტია. ამბობს, რომ მათი ოჯახის შემოსავალი რძე და კარტოფილია. თუმცა გაძვირებული ფასების გამო მხოლოდ ოჯახისთვის სამყოფოდენობას თესავს. ჩვენი შემოსავალი ძროხებია და კარტოფილსაც აღარ თესავთ ბევრს. ტრაქტორის დამუშავება გაძვირებულია.
ისა ტრაქტორი რომ მოგეხმაროს, მოგემსახუროს გაძვირებულია, ასე რომ კარტოფილსაც ბევრს არ ვთესავ 2000 მეტრ თესავ საჭმელად რომ გვეყოს. არ აქვს გასავალი ძვირი, არ არის კარტოფილი. 50 თეთრამდე არის. ქვეყანაში რომ კარტოფილის მოყვანა შემცირებულია, ამას მოწმობს საქსტატის 2025 წლის წინასწარი მონაცემები. ამავე წყაროს მიხედვით 2025 წელს წინა წელთან შედარებით კარტოფილის საშუალო მოსავლიანობის მაჩვენებლები ქვეყანაში 6.1%-ით შემცირდა და 207.900 ტონა შეადგინა. წლევანდელი ჩემი კარტოფილის რეალიზაცია გასული წელს უფრო სწორად არ გამიკეთებია, იმიტომ რომ არ იყო საკმარისი კარტოფილი მოსავლისთვის და მაქვს სახში პირუტყვისთვის მივეცი იმდენი მოსავალი არ მოვიდა, რომ აზოტი ჭირდებოდა ძალიან ძვირი იყო, მოვლა ჭირდებოდა ტექნიკისაც ძალიან ძვირი იყო და ხელით რაც რომ ჩვენი ხელით შევძელით ის მოუვარეთ ისე და რაც მოვიდა ახლა მიხედვით და მოვლის და მიხედვით სახში საკვებად და რაც პატარები იყო ძროხების საკვებად გამოვიყენი. დანარჩენი შემოსავალი არა, უმეტესი ხარჯი უფრო წავედით. იმ ფონზე, როცა წალკელი გლეხების თქმით, მათ კარტოფილის რეალიზაცია უჭირთ და მაქსიმუმ 50 თეთრატყიდიან კილოგრამს ადგილზე, დედაქალაქში ბაზარსა და ქსელურ მარკეტებში კარტოფილის ფასი ლარი და 20 თეთრიდან ლარ ნახევრამდე მერყეობს. ბეჟან დიმიტრაძე სოფელ არწივანში ცხოვრობს. გვიყვება, რომ გაძვირებული ფასების გამო სოფელში ყანების ნაწილი აღარ იქნება. ჰექტარის მოხნა ჯდება 400 ლარი, რომ მოხნა. იმას მე კიდევ ხომ დამუშავება უნდა ერთი 400 ლარიც იმის დაფრეზვას და იმას უნდა ეს კიდევ ეს 800 ლარი და მე რომ დაწესვოდა ის იქნა ის 1200 ლარი. მოგმა გაძვირე ფასები შევქმედვა და ნახევარი ყანები აღარ იქნება სოფელში. გულნარა იაკობიძე 64 წლისა. ის პენსიონერია და სოფელ ტყვეთში ცხოვრობს. ამბობს, რომ სამი პენსია არ ეყოფოდა ყანის დასათესად. ეს ორმაგად მეტი გვიჯდება შარშანდილთან შედარებით, ორმაგად ძვირია წრევანდელი მუშაობა. და კარტოფილი არაფერი აღრის, ლარიც აღრის და 80 თეთრით. ყველას პაძვლებში აქვს შარშანდელი კარტოფილი და ან ძროხას აჩვენებს, ან გადავყარეთ დამპალი. ფასი არ აქვს. ამიტომ მე არავინ აღარ თესავს კარტოფილს, იმდენ თესავს რომ მას ეყოს ოჯახისთვის. დამთავრდა, არაფერს არ აქვს, რა ქვია, შრომას ფასი. ჩვენ გლეხის შრომას არაფერს არ აქვს ფასი. თუნდაც შარშან რაც დამიჯდა და წელს რაც ვიანგარიში და უნდა დამჯდომოდა ამდენი, აღარ გავაკეთეთ საერთოდ და იმდენი გავაკეთე ხელით რაც შევძელ, 2 ვედრო კარტოფილი დავთესე და ერთი ცოტა ლობიო და დამთავრდა. მეტი არა. ორმაგად მიჯდებოდა მეტი და აზრი რა ქონდა. ისეც არ შემიძლია პენსიონერი, ერთ პენსიაზე ვარ დამოკიდებული, რამდენ წამალი არ მომიდის მაგ პენსიით და ის საერთოდ არ მეყოფოდა ერთი პენსია, კი არა 3 პენსია ყანისთვის. პატრიკ ვახტანგაშვილი სოფელ რეხას მკვიდრია. შარშან უფრო ბევრ თესავდნენო გვიყვება. საწოლი გაძვირდა, საწოლის მიმართ ყველაფერი დაძვირდა. ერთი მიასედი მიწარო დავამუშავოთ, ძალიან ძვირი გვიჯდება, გექტარი 400 ლარი გვიჯდება. ვით შემცირდა უკვე ხალხს. არ აქვს შესაძლებლობა, რომ დაახნევინოს მიწა, ან დათესოს რამე მოიყვანოს. თესლს გააჩნია, არის 3 ლარი, 2 ლარი სათესლე. ქერი ლარ 50 სათესლე რო იყიდე. შარშან 80 თეთრი იყო ქერი. 70 იყო ლარ ნახევარი. პრეზვაც სჭირდება, დაკულტივაციება სჭირდება. მერე უნდა დაითესოს. წალკის მასშტაბზე არის ლაპარაკი. ცოტა ითესება. ჩვენი მოყვანილი იაფია. ეხლა სალიანკა დაძვირდა. აი ტრაქტორები ვერა, აი ძალიან ძნელია კარტოფილის ვერ ყიდით. აი მე სახში მაქვს ერთი 500 კილო ვერა. ნითლა ბოლქვაძე სოფელ ტყვეთში ცხოვრობს, ამბობს, რომ მიწის დამუშავებისა და თესვისთვის საჭირო ყველაფერი იმდენად გაძვირებულია, გლეხს ურჩევნია ჯანმრთელობა შეინარჩუნოს და მხოლოდ ოჯახის საკმარი პროდუქცია მოიყვანოს. 10 წლის წინ თუ ყველა მინდორი ხნებოდა, ახლა ყველა საზოვრად არის ნაკცევი, იმიტომ რომ გლეხს აღარ უღირს დახნა და თესვა. თუ მოიყვანა გლეხმა კარტოფილის, ლობიოს, კაპუსტოც შემოდგომაზე არის ყველაფერი იაფად და წვალება, ფიზიკური წვალება
ურჩევნია გლეხს ჯანმრთელობა შეინარჩუნოს და აღარ იმუშაოს, იმიტომ რომ რეალიზაცია უჭირს. წალკას თვითონ ისეთი დიდი ბაზარია რა აქვს, რომ გლეხმა ჩაიტანოს და ეს რეალიზაცია გაუკეთოს. თბილისში ჩატანილი ვაი გაყიდო ან ვერ გაყიდო და უკან დაბრუნდი, ამასაც ხომ თანხები უნდა. ვინმე თუ დაანგარიშებს შუშებიდან მარტო სოფელი მარტოს არა. შუშებიდან გადმოხედვა სტეკლოს იმიდან სოფელი ადგილზე უნდა მოვიდეს, ვისაც თუ გული შესტკივა საქართველოს სოფლებზე. ალკელების მთავარი შემოსავალი სოფლის პროდუქტებიდან და მებრძოლებიდან მიღებული თანხა. ადგილობრივები ამბობენ, რომ მათი შრომა დღითიდღე უფრო რთულდება. მოსავალს ფასი არ აქვს და გლეხის შრომა აზრს კარგავს. ეს იყო ჩვენს ხელთარწებული დღევანდელი ბოლო ინფორმაცია. მეტი და დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენ ვებ და Facebook გვერდს. გმადლობთ რომ გვიყურებთ. ხვალამდე.